32 წლის მარეხ წიქარიშვილი ხაშურის რკინიგზის ყოფილ საავადმყოფო შენობაში თავის ორ შვილთან ერთად დასახლდა. მანამდე კი ის გორში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ამბობს, რომ თანხა, რომელსაც კერძო ოჯახებში დამლაგებლად მუშაობის შედეგად ანაზღაურების სახით იღებს, ქირაში არ ყოფნის. საცხოვრებლად საკუთარი ფართი არ გააჩნია და ამის შესახებ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა. მომცეს საბუთი, რომ თუ იქნება გორის, კასპის ან ხაშურის რაიონებში ასეთი დაუსახლებელი შენობა, შეგიძლიათ სოციალურად დაუცველები შესახლდეთ და იცხოვროთ, მაგრამ თუ დაკანონდა ხალხზე, მე თქვენს დაგიკანონდება თუ არა და სოციალურად დაუცველებს წინა მთავრობამაც იგივე მითხრა. მთავრობის შეცვლის ფონზე აღნიშნულ შენობაში მარეხ წიქარიშვილთან ერთად 90-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი შეიჭრა და ყოველგვარი ნებართვის გარეშე საცხოვრებელ ოთახებს იწყობს. ისინი შენობის დატოვებას არ აპირებენ და ხელისუფლებას ელემენტარული პირობების შექმნას თხოვენ. ხელმოწერები შევაგროვეთ 87 ხელმოწერა, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და უსახლკარულები. მთავრობამ ელემენტარულად წყალი კანალიზაცია, წყალი და შუქი მაინც გაგვიკეთოს და გაგვიხერხოს, რომ რაღაცა დავემკვიდროთ ადამიანებს. აი 12 სული ვართ მაგალითად ჩემ ოჯახში. და მინდა შვილისთვის სამშვილიანი არის ისიც. და ყველას ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა. კაპიტელი ცხოვრობენ 15 წელიწადია. ადგილობრივი მტოლვილი ვარ. ცოცხალი თავით არ გავარ. პირობები ცუდია, მაგრამ ქირის ხდას მირჩევნია, ხან ვერ ვიხდი ხოლმე, რომ შევამატო და რაღაცა იქნება. წასასვლელი არსად არ აქვს. რკინიგზის საავადმყოფოს ყოფილი შენობა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, არჩევნებამდე ხაშურში რამდენიმე ობიექტი უნდა გარემონტებულიყო, სადაც სწორედ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს დაასახლებდნენ. რამოდენიმე თვის წინ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი იყო თანხა და უნდა გარემონტებულიყო აღნიშნული შენობები. აქ ლაპარაკია რკინიგზის საავადმყოფოზე და ქალაქის ყოფილ საავადმყოფოს შენობაზე. მიზეზი რატო გაჩერდა, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ ფაქტს ახეზია, რომ ეს რემონტი ამ შენობებში არ დაწყებულა. საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შეჭრილ მოსახლეობას ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა. ვალერი გელაშვილის ბიურო ამ დროისთვის მათ კონკრეტულს ვერაფერს პირდება. დავეხმარეთ მათ, რომ განცხადება დაწერეს და ამ განცხადების საფუძველზე ჩვენ დავაკვალიანოთ ადამიანები, რომ ისინი არ არღვევდნენ კანონს. ეს შესაძლებელია იყოს კერძო საკუთრება ან ვის ბალანსია შენობა ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით და ამის გარკვევაში აღვთქვით დახმარება. 90-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი საავადმყოფოს ყოფილი შენობის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. რამდენიმე კვირის წინ მათი ნაწილი საცხოვრებლად პოლიციის ძველ შენობაში შეიჭრა, თუმცა მაშინ სამართალდამცავების ჩარევის შედეგად ობიექტი დაატოვებინეს. ამჯერად კი აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ და სარკინიგზო მაგისტრალს გადაკეტავენ.